სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. თეოსასუფეველში 900 ანგელოსების დარა დადგენილი არიან, განწესებული არიან 900 წმინდანი. ამათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო დასია დასი მღვდელმთავრებისა. ივერიის უძველესმა ეკლესიამ მრავალი დიდებული მღვდელმთავარი აღმოამორჩა. ერთი ამათგანია დღეს ხსენებული ჩვენი წმინდა მამა, ისე წილკნელი ეპისკოპოსი. როგორც იცით, ეს წმინდა მამა დიდი იოანეს ზედაზნელის ერთ-ერთი სახელოვანი მოწაფე იყო. მე-6 საუკუნეში შემოვიდნენ იოანეს ზედაზნელი და მისი მოწაფეები და ესეც ღვთის განგებულებით იყო, ღვთის მზრუნველობით, რადგან მალე საქართველოში საზარელი დროება დადგებობა, რომელსაც დღეს არაბობას უწოდებთ. ეს იყო კიდევ ერთი განმტკიცება ქართველი ერისა წინეთ ამ განსასწრელისა. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ წმინდა იოანეს ზედაზნელი თვისი მოწაფეები ახალ მოციქულებად, ახალ განმანათლებელად მოევლინენ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არ ყოფილა ქრისტიანობა ჩვენში, მაგრამ ახალი სული შთაბერეს და განსაკუთრებულად დიდად იღვაწეს ვერმონოზდული და სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაში. ზოგიერთები ამობენ, წერენ კიდე თქვა ჩვენში წერია თანამედროვე ჩვენში, რომ მათ დაარსესო შემოიტანეს ვერმონოზდული. ეს არასწორია. მაგალითად, როდესაც დავის გარეჯელი თვისი მოწაფით ლუკიანეთი გარეჯის კაც უდაბნოში ჩავიდა, მასთან მალევე მოვიდა დოდო გარეშელი კახეთიდან, რომელიც იყო უკვე მონაზონი. და როგორც წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, არანაკლები ღმერთშემოსილი მამა იყო, ვიდრე თავად დავით გარეშელი. ესე იგი, როდესაც სურდა რომ დამოწაფებოდა, დავითმა ნახა, რომ ის უკვე მაღალ საზომს იყო ვერმონოზული ცხოვრებისა მიწეული. ისე რომ ამის თქმა, რომ მათ ეს არ შეიძლება, მაგრამ მათ ნამდვილად შეუწყეს ხელი ვერმონოზნობის აღორძინებას. და როგორც მათ ცხოვრებაში ვკითხულობთ, ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ჩამოვიდნენ საქართველოში, ის როგორც დედა ჩვენი ნინო, ჩვენი განმანათლებელი შემდგომად მოციქულთასა, ასევე ღვთისმშობლის მოწოდებით ჩამოვიდა საქართველოში და ღვთის განგებულებით. საერთოდ ქრისტიანები ცხოვრობენ რა თავშეგავებით, წმინდა ცდილობენ სინერგიაში მოვიდნენ ღმერთთან, ესე იგი შეისწრონ ღვთისნება და შეუდგნენ სავსებით ნისებას, რასაც მათთვის მოაქვს გახდობა, ღმერთშემოსილობა. აი ესეთივე ღმერთშემოსილი მამები იყვნენ იოანე და მოწაფენი ფისწი. თავდაპირველად თქვენ იცით, რომ ისინი მცხეთას მოვიდნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემოვიდნენ მცხეთაში და მოილოცეს მისი შემოგარენი, იყო ის, რომ საქართველოში, კერძოდ წილკანში და მანამდე მცხეთაში, სვეტიცხოველში დასვენებული იყო ეგრეთ წოდებული, დღეს ესრეთ წოდებული წილკნის ღვთისმშობელი. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს ხატი დაწერილი არის მაცხოვრის ბაგის ფიცარზე. ანუ იმ ბაგის ფიცარზე, რომელშიც ახლა ჩობილი ღვთაებრივი ღრმა მიაწვინეს. უკვე ამით იყო უდიდესი სიწმინდე და მეტადრე რომ ხელთუქმნელად იყო მასზე გამოხატული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ღვთაებრივი ღრმით. ამითაც იყო ეს, როგორც გადმოცემა ამცნობს, მირიანის ძემ ჩამოაბრძანა საქართველოში. ჩვენი დიდი წინაპრები უწინასთან მერმეც ხშირად მიმოდიოდნენ წმინდა მიწაზე და მოჰქონდათ არაერთი ევლოგია, წმინდა ნაწილები და ასე შემდეგ და საფრთხო ისტორიებიც ამასთან. ამ გზითაც რა თქმა უნდა ისინი ძლიერდებოდნენ და მერმე მათ მიერ ძლიერდებოდა რწმენაში ჩვენი ერის შვილების დანარჩენი. მოკლედ, მართლაც წილკნის ღვთისმშობლის წინაშე წმინდა იოანე მოწაფეებით მოილოცა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართლის იმდროინდელ კათოლიკოს ევლავიოს ძილსაშორის გამოცხადებით ემცნო თავდაპირველად, რომ ეს წმინდა მამები მოდიოდნენ საქართველოსკენ, მოეშურებოდნენ ღვთისმშობელ მარიამის კურთხევით. მან ამცნო რიჟრაჟდილი თავის ბრელს და საუდელოდ ამ გამოცხადების შესახებ და ყველა ისინი მცხეთის შესასვლელთან დახვდნენ წმინდა იოანეს
თუმცა მათ არაფერი არ შემოუთვლიათ, არამედ საფრთხო გამოცხადებით ემსხმობენ კი კათოლიკოსს და დიდი სიყვარულით შეიტყდეს ეს წმინდა მამები და მერმე და მერმე აღმოსავლეთ საქართველოში განეფინენ ივანეს ზედაზნელი, თავდაპირველად დაევანენ რა ზედაზნის მთაზე, რომელიც უკვე სადენის მთა ერქვა ძველ ქართულად, სადაც სადენის კერპები, ეშმაკთა კერპები იყო და გაამქვეს ისინი ამ წმინდა მამებმა და აღაშენეს მონასტერი, რომელიც დღეიმდელად დღემდის გიეს და ადიდებს უფალ ღმერთს. და თქვენ იცით, რომ ყოველ წელიწადს, როცა ზედაზნობა მაისის თვეში ახლოვდება, დიდი ნიშსასწაული ხდება. ესე წყარო იწყებს, მიწა იქ თავადში ტაძარში იწყებს დასველებას. აი როგორც მაგალითად ახლა ამის დარად მაგონდება ივანე მახარებელი რომ მიიცვალა მის საფლავზე, რომელიც სხვათა შორის როცა გათხარეს, ვერ ნახეს იქ, ვერ შესვენებული და ვერ ცოცხალი და ამის მერე გახდა ხმა რომ ივანე მახარებელი ცოცხალი იყო. მის საფლავზე მისი ხსენების მიცვალების დღეს ყოველთვის სურნელოვანი ტვერი ჩნდებოდა. აღმოდიოდა მორწმუნეები მოდიოდნენ, აღმოივსებდნენ თავისთვის, როგორც ევლოგიას, როგორც სიწმინდეს და მრავალი მათგანი სარწმუნოების შემთხვევაში იკურნებოდა კიდეც. მსგავსი ნიშსასწაული ხდებოდა და დღემდე ხდება ზედაზნის მამათა მონასტერში. მოკლედ, თავდაპირველად ისინი დაეშურნენ მოღვაწეობას ზედაზნის თასზე, რომელიც აღაურძინეს და აღაყვავეს საღვთო მადლით. მერმე და მერმე ივანეს ზედაზნელმა ბრძანება მოიგო ღვთისა და ღვთისმშობელ მარიამისაგან, ღვთისი მოწაფეები წარეგზავნა იმდროინდელი კახეთის სხვადასხვა კუთხეში, რაც აღასრულეს კიდეც სავსებით. მათ შორის ისე წილკნელი მიეწია რა სულიერებისა და საქმოების უმაღლეს მწვერვალებს ევლავიოს კათოლიკოსმა და თავად მისმა მოძღვარმა ივანეს ზედაზნელმა განიზრახეს, რომ მისთვის ხელი დაესხას ეპისკოპოსად, რადგან ამ დროს დაქვრივდა ესე იგი წილკნის საეპისკოპოსო. გარდაიცვალა ეპისკოპოსი, გამჭეს ეპისკოპოსმა და თანამონდაცეთა მისთა და საბოლოოდ ერთხმად დაასკვნეს, რომ ყველაზე უფრო ღირსეული კანდიდატი ამ კათედრაზე იყო ისე წილკნელი, თუმცა ისეს არ სურდა მღვდელმთავრობა. როგორც პატივსა და პატის გაურბოდა ის. გული მიუწევდა უდაბნოსკენ, ისე როგორც მაგალითად დავით გარეშელი დაემკვიდრა თქვათ გარეჯის უდაბნოში, სხვა მამები მიმოეფინეს სხვადასხვა უდაბნოებს და აღაურძინეს და კინოვია ლავრები და მონასტრები დააარსეს. ასეთივე გულის მურაზი ანუ კეთილი სურვილი ჰქონდა ისე წილკნელსაც, მაგრამ მორჩილება ყველაზე მაღლა დგას. ეს მან კარგად იცოდა, თვით ლოცვაზეც კი. ამიტომ თავისი ნების წინააღმდეგ მოუხარა ქედი ევლავიოს კათოლიკოსს და თავის სულიერ მამას წმინდა იოანეს და მიიღო ხელდასხმა. მაგრამ ხაზგასმულია მის ცხოვრებაში, რომ მისი ნების წინააღმდეგ მიიღო სამღვდელმთავრო ხელდასხმა. ამის მსგავსად მაგონდება რამოდენიმე მაგალითი პატერიკული მოთხრობებიდან. რა უჩვეულო გზით დაასხეს ვიეტნამე ხელი მღვდელმთავრად. ასე მაგალითად ჩვენი წმინდა მამა გრიგოლ, ესე იგი ნეოკესარიელი მთავარეპისკოპოსი და საგვირაოთმობელი. ჩვენის იმიტომვა, როცა ჩვენის ვთქვათ, იზერდებთ. ჩვენი ეკლესიის წევრი არის. ჩვენი ეკლესიის წმინდა საზოგადოებრივ რა თქმა უნდა სოფლიო ეკლესიისა, საყოველთაო სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, მაგრამ როცა ვამბობ ჩვენი მამა, ესე იგი უშუალოდ ჩვენი ეკლესიის მკვიდრი იყო და ჩვენს ეკლესიაში მოღვაწეობდა. გრიგოლ ნეოკესარიელი იყო პონტო ძირითადში დასახლებული იყო ქართველური ტომებით, არა მარტო ლაზებით. ორი ტომი იყო ქართველების, რომელიც დროთა განმავლობაში ბერძნებმა ამოხოცეს სვარსეთთან ომში, მანამდეც იყვნენ ქართველური ტომები და დღეინდელად დღემდე უმეტესობა მკვიდრი მოსახლეობის აბორიგენები არიან ქართველები, ძირითადში ლაზები, ასევე ხალიდები. მოკლედ, მინდა გადმოცემი, გრიგოლ ნეოკესარიელი იყო ქართველი წარმომავლობა, იყო უდიდესი მამა და მისი ხელდასხმა იყო ძალზე უჩვეულო, განსაცვიფრებელი. კერძოდ მასაც ისევე როგორც მოგვიანებით ისე წილკნელს არ სურდა მღვდელმთავრად ხელდასხმა. ამაში პატივს და დიდებას ხედავდა და უდაბნოსკენ მიუწევდა მასაც გული. მაგრამ ერთხელ და ორჯერ მოუხმარა ეპისკოპოსმა და უარი შეუთვალა,
ადგა და ერთ-ერთ ლიტურგიაზე უპირატესმა ეპისკოპოსმა თავის სულიერ ძმებთან, თანაეპისკოპოსებთან ერთად, ესე იგი, ხელი დაასხა დაუსწრებლად. ეს არის კანონიკური დარღვევა. ვისაც აკურთხებენ, უეჭველად, იმიტომ რომ გარკვეული მოქმედებები სრულდება მასზე, საღვთო მოქმედებები, ესე იგი, აღესრულება. მაგრამ მოხდა საოცრება, სულიწმინდა გარდამოვიდა, მაგრამ არ იდგარა წმინდა ტრაპეზთან საკურთხეველში, მინდორში, სადაც ის მუშაობდა, ყანაში გადმოვიდა სამღვდელმთავრო მადლი. და ამის შემდეგ, ესე იგი, შეუთვალა ეპისკოპოსს, ის უკვე ნაკურთხია და შეუძლია თავისი კათედრა ჩაიბანოს. ამის შემდეგ წინააღმდეგობა წმინდა გრიგოლს აღარ გაუწევია და თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმთავარია. სხვადასხვა იმ ხანად ქართველებში მაშინვე, უკვე მაშინ და უფრო ძველადაც იყო მრავალხმიანი გალობა. და როდესაც ესე იგი საბერძნეთიდან წამოვიდა მოძრაობა და ესე იგი სურდათ ამ ესე იგი ამგვარი ჟანრის ასე ვთქვათ ახოცვა ეკლესიაში ნეოკესარიელმა ეპისკოპოსმა და მრევლმა არ მიიღო ეს განჩინება და კვლავინდებულად მრავალხმიანი საგალობლებით ადიდებდნენ ღმერთს. აი დღეს გამოჩნდნენ 21 საუკუნეში ზოგიერთ სასულიერო და საერო პირები მრევლი, რომლებიც ბერძნულ ცალხმიან გალობას ამჯობინებენ მრავალხმიანს და წარმართულსაც კი უწოდებენ. სინამდვილეში ბასილი დიდი, რომელიც ასევე კაბადოკიელი ქართველი იყო, არა პონტოდან იყო დედამისი, სადაც მას მამული ჰქონდა, სადაც მან დინარე ირისთან მერე მონასტერი დაარსა და ასე შემდეგ. ასევე ამგვარად ადიდებდნენ ღმერთს ბასილი დიდის დროსაც, როცა ის იყო მთავარეპისკოპოსი კესარია კაბადოკიისა. ბასილი დიდს იერარქიულად ექვემდებარებოდა ნეოკესარიელი ეპისკოპოსი, მაგრამ არც ბასილს არ დაუშლია მრავალხმიანი გალობა. ეს სიტყვისთვის ვამბობ, თანამედროვეთა გასაგონად. ესე რომ თვითკურთხეულია მრავალხმიანი საგალობელი და როგორც ჩვენი წმინდა მამები ამბობენ, ესე იგი სამების სახით მრავალხმიანად, ესე იგი სამი ხმით იდიდება სამება ღმერთი. არაფერი ამაში არ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო არ შინაარსობრივად, არც დოგმატურად და არც კეთილხმოვანებით. და ნუ მეტყვით რომ მრავალხმიანი პოლიფონიური გალობა არ არის კეთილხმოვანი. მე კი პირიქით ვიტყვი. ხლა ვიღოთ თანამედროვე მაგალითად ბერძნული საგალობელი. მე თავდაპირველად რომ მოვისმინე დიდი ხნის წინ და ახლოთ 25-30 წლის წინ მეგონა რომ რაღაც მუსულმანური სიმღერა იყო. კილო სავსები თურქული აქვს. ესე იგი მართალია იქ 300 წელი მეფობდნენ ჩვენს საუკუნეები გვებრძოდნენ, მაგრამ ჩვენი ქართული მეობა დღემდე ვერ გადაგვიკეთეს. მაგრამ დღეს არის ყველაზე საზარელი ბრძოლები თქვენ რომ იცოდეთ. უსისხლოდ ჯიშდებით და გვარდებით, აი თუნდაც რაც ხდება დედაქალაქის ქუჩებში. ოღონდ კი კომფორტში იყვნენ, ოღონდ კი აღვირახსნილები იყვნენ. თავისუფალი არავინ დაუშალოს. მზად არიან ერთ-ერთზეც იცეკვონ. თავისი ახალი მდიდარი ბატონის წინაშე დასავლეთისა და მზად არიან მუხლებზეც დავარდნენ მათ წინაშე. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენი წინაპრების მიბაძვით. შევინარჩუნებთ ღვთის მადლი და ღვთისმშობლის საფარველობაში. მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებას. ახლა არ ვაპირებდი ამაზე ლაპარაკს, მაგრამ აი ერთი ციტატა ამოვიწერე წირვის წინ, ესე იგი ინფორმაცია წავიკითხე. თბილისის ღამის კლუბები იხურება, ნაწილი დახურვის წინაშე არის და განცხადება გამოაქვეყნეს მათ ყველა ამ კლუბმა მიმართეს ვის? ჩვენ ხომ არ მოგმართავენ, ჩვენ კლიენტურას არ წარმოვადგენთ ღამის კლუბებისა. ჩვენ ვართ მრევლი ქრისტე მაცხოვრისა, კეთილი მწყემსისა. თავიანთ ეგრეთ წოდებულ სამრევლოს მიმართეს, რომ გადაერიცხათ თანხები, რადგან კლუბი ან იხურება, ან დაიხურა, რომ განახდეს პატა. რატო? აი ნახეთ როგორ ასწავლე. ჯერ ერთი გაამხნევეს ამ პროტესტში. ვის უწევენ პროტესტს? ეს არის საკითხი, რომ გაანალიზო რა ხდება. აი რაც ნაწილობრივ ახსენე აქამდე. სინამდვილეში ეს არის მთავარი მიზეზი. თორემ მაგათთვის სულ ერთი არის. ჩინეთიდან მოვა ეს ალმობრეობა, დასავლეთიდან და რა შადია ნახეთ ეს ეგრეთ წოდებული ევროპარლამენტარები, ფსევდოლიბერალები და ანტიქრისტეს სხვადასხვა რქანი, ასე ვთქვათ, მცირე რქანი. სანამ თავარი მათი მამა გამეფდება დედამიწაზე ერთხანს. აი ნახეთ რას ამბობენ. ესე იგი 2 დეკემბერს შევიდა ძალაში
კანონი, რომელიც LGBT პროპაგანდას, ამ სოდომიტების პროპაგანდას კრძალავს. და ეს კლუბები ამობენ საჯაროდ. LGBT+ კანონი 2 დეკემბერს ამოქმედა, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ადამიანი და უსაფრთხო სივრცე. ისინი ადასტურებენ და ბევრი გარყვნილი ადამიანია საქართველოში, თბილისში პირველ ყოვლისა. ესევე ბათუმში. რატომ ამის ახსნად შეიძლება თავმოყრა სად არის ყველაზე მეტი, ესე იგი უცხოეთიდან შემოსული სიახლეებისა ბრჭყალებში. მაშინ ესე იგი საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ადამიანი და უსაფრთხო სივრცე, გაგეცინება. რისგან არის უსაფრთხო? ჩვენი არ ვარდებთ, არ შევდივართ. უსაფრთხო სექსია. უსაფრთხო ნარკოტიკებია. არა მარტო სუბუქი. ეს რამდენჯერმე გამოავლეს ძალოვანმა სტრუქტურებმა. რომელიც საკმაოდ მძიმე ნარკოტიკები, აი ბოლოსაც შემოვიდა, რომელიც ძალზე მალე კლავს ადამიანს. ისინი სიყიდებიან. არა ლეგალურად და ლეგალურად რიგდება კიდეც ესე იგი სუბუქი ნარკოტიკები. და შემდეგ აგრძელებენ. დღეს ამ კულტურის შენარჩუნება და გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა კულტურაზე ლაპარაკი ხომ არის ის შემთხვევით? ესე იგი რა გამოდის აი ლოგიკურად რო ვიმჩნევ. რატი კლუბები იხურება ან დაიხურა? ესე იგი მათი კლიენტურა არის სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რომლებიც აპროტესტებენ. და რას აპროტესტებენ, ეს კიდევ საკითხავია და გასაანალიზებელი მეთქი და მე მგონი თქვენ ვხვდებით რაზეც არის ლაპარაკი. ამად გარდა აი როგორია კონტინგენტი ასე ვთქვათ პროტესტანტებისა, რომელმაც უკვე იქამდე გათავხედრე, მიუხედავად რომ კანონი ამოქმედა, LGBT დროშა ააფრიალეს ამის შემდეგ და შეწირვას რიტუალური აღასრულეს. მაცხოვრის გამოსახულით. ახლა ერთმა მათგანმა თავი იმართა პოლიტიკოსმა ასე ვთქვათ ჭალებში. მოდი აქვე ამასაც დავსვენ. რა არის პოლიტიკა? რა არის პოლიტიკა? ესე იგი მეცნიერების განმარტებით პოლიტიკა ეს არის ხალხის მართვის ხელოვნება. რომელიც ასეთი ამ ოპოზიციაში ძალიან არ გთხოვთ რა. აქვე მინდა ესეც დავწინო რომ არსებითი შეცდომა იყო რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ჩვენც ვაჩერებთ 2028 წლამდე. რატომ? იმიტომ ვაჩერებთ რომ ეს ამათ გააჩერეს ყველაფერი ევროკავშირმა დასავლეთ ჩვენთან ყოველგვარი ურთიერთობა და ასე შემდეგ ჩამოყვები კონკრეტულად. ჩვენც ვაჩერებთ. მას რა თქმა უნდა ეს დასაშვები იყო ეს გაეკეთებინა, მაგრამ მან ვერ განსაზღვრა როგორ არის გადაგვარებული ჩვენი ხალხი. ესე იგი ეს ხალხი ამ განკვლებას ეგრეთ წოდებულ კულტურას როგორც კლუბების ენაზე ითქმის უტოლებენ თავისუფლებასაც, კეთილდღეობასაც, ერთ სიტყვით ევროპას. აი რა დიდი შესრულმა მოუვიდა მას. მართალია ფაქტის სახეზე იყო ყოველგვარად ზღუდავდნენ, თქუნავდნენ, ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ერეოდნენ ესე იგი სახელმწიფო შიდა საქმეებში, თუნდაც 8 ევროპარლამენტარი რომ ჩამოვიდა და ხალხს შეურს გავრცელდა ზურაბიშვილის პანაშვიდზე. მე მაგალითად ამათ არ დავუშვებდი. ისედაც გვაკრიტიკებენ უსამართლოდ. გვაბულინგებენ, არა მოდაში შემოვიდა რა განათლებულები ვარ ქართველები. თითქოს ქართული სიტყვების შესაძლისი არ არის. აი აქედან გამომდინარე, თუნდაც არ დავუშვებდი მათ. მაინც ბევრ სილისაებას ამობენ ჩვენზე და ამით ვაგრძნობინებდით ძალას. ეხლა ერთი წამით დავუშვით თქვენ საგვარელი, რომ აქედან რომელიმე ხელისუფალი თუნდაც არა ოფიციალურად ჩავიდეს სხვა ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ბრიტანეთში, ბრიტანეთი არ შედის ევროკავშირში, გამოვიდა როგორც ვიცით და რატო გამოვიდა ესეც დამაფიქრებელი არის და გაანალიზებად შეიძლება ამისი, ესპანეთი, იტალია, ნებისმიერი ქვეყანა როგორი რეაქცია ექნებოდა აქედან ჩასულ პოლიტიკოსზე, რომელიც ან თავისთვის თან ხელისუფლების აკავშირებით დავალებით იგივეს გააკეთებდა, რასაც ესენი აკეთებდნენ. პირდაპირ ესე იგი მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ. აქ სულ მრები აღადგინის აქაურმა ხელისუფლებამ, სულ რომ ააყავოს ქვეყანა, ისინი მოკლედ და გასაგებად ამბობენ. ჩვენ არ გვინდა ეს ხელისუფლება. რატო არ გვინდა? ვერ იმონებენ, მუხლებზე ვერ აყენებენ, ვერ ცალფეხზე აცეკვებენ. აი გამოვა მორიგი სააკაშვილი ეგ იქნება თუ სხვა იქნება, მონების მეტი რა არის დღეს საქართველოში. მონათლობელური სახელმწიფოა და გადაუგდებენ როგორც ქუჩის ძვალს და კმაყოფილები კუცას დაუფიცინებენ. და ყველაფერს
და ყველა ამ დავალებას ფრიადზე შეუსრულებელი. თუ დღეს 10-იანი ამ მოდაში არა? ასე და ამგვარად. მათი კონტინგენტი ვინ არის შემადგენლობა? ღამის კლუბების ხალხი, იმავალ მომავალნი, მერე ვისაც შვილები ან ნაცესავები ყავს ევროპაში და მხოლოდ ამის გამო შიშობს, რომ არიქა იქნებ შვილი ვეღარ ჩამოვიდეს და მე ვერ ჩავიდეს, წირავენ საქართველოს. დემონა იყოს, უღირსი იყოს, ოღონდ ღია იყოს საზღვრები. და ასე შემდეგ. კიდევ ვინ არიან ამის ჩავთვალ შეიძლება. ფსევდოლიბერალები. და სხვა, ეხლა აღარ მინდა თავი მოგაბეზროთ მათი ჩამონათვალებით. და კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც უყვარს საქართველო, ეს გონია ზოგიერთმა თქვა, რომ ეს ეროვნული მოძრაობა საქართველოში რაც ხდება. მე და ზვიადი ვიყავით მეგობრები. მე მისი რელიგიის საქმეთა მრჩეველი ვიყავი. შესაბამისი კომისიის, ქვეკომისიის თავმჯდომარე, წინამძღოლი. ბევრ ცდილობდა ჩრდილოეთის უშიშროება და სხვა ძალები ჩვენს დაპირისპირებას. ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, როცა გროზნოდან დაბრუნდა ზუგდიდში და ძალიან ცლად ვისაუბრეთ ბევრ ამაზე. ჩვენი სურვილი იყო ორივესი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების, რომ მონარქია აღდგარიყო საქართველოში, კერძოდ კონსტიტუციური მონარქია. ეს მე შევთავაზე. როდესაც ლაპარაკი იყო მეუხარე პრეზიდენტობა არ არის ქრისტიანული, ესე იგი განსაზღვრება. ადრე იქნება, მაგრამ ზოგადად მომიტყვა ჯერჯერობით ეს ასია საჭირო დაასაბუთა რატომ და რისთვის ჩვენ უნდა მოგვემზადებინა ნიადაგი, რომ მონარქია და საბოლოოდ შევთავაზეთ პირველ ეტაპზე კონსტიტუციური მონარქია აღდგარიყო. ეს ყველაფერი ისმინებოდა, გიაჭანტურიან ამაზე ილაპარაკა აქ და მე აქ რომ ზაღლად არ ჩავაგდე, წავიდა და კრემლის პირველი არხიდან, აი როგორი მოღალატე იყო სინამდვილეში, კრემლის პირველი არხიდან იქ გაიმეორა იგივე, რომ თითქოს ზვიადი პრეზიდენტი ცდილობს, რომ მე მაკურთხოს პატრიარქად და მე ვაკურთხო მეფედ. გესმით თქვენა? და ეს ისმინებოდა, რომ სრულიად სხვა თემაზე იყო ლაპარაკი, მონარქიის აღდგენაზე პირველ ეტაპზე კონსტიტუცია და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვამბობ, საკმაოდ ახლო პირველი ვინც მერავს პანაშვილი გადაუხადა, ზვიადის ხომით გადაუხადა, მის სახლში რომ მიაწვეს. ისიც მოიშორეს, თქვენ იცით? ვიყავი მე, როგორც მღვდელი. ამას მე ლექსიც მიუძღვანე მე ვერავს და აი ამ მოვლენას რაც მოხდა. ეხლა ესენი ჩვენ გაგვაბრიყვებენ იმაში, რომ ეხლა ეროვნული მოძრაობა მიმდინარეობს. ეროვნული შეიძლება არის, მაგრამ ეროვნული ნამდვილად არ არის. რა? აი მაგალითად, ფრანგი ევროპარლამენტარი ერთ-ერთი, თქვენც მოისმინეთ ალბათ. სლოვაკი ევროპარლამენტარი. პირდაპირ მეუბნები, თქვენ არავის არ აინტერესებთ ევროპაში როგორც ხალხი, როგორც ერი. მათ აქვს თავიანთი გეოპოლიტიკური და შორს მიმავალი გეგმები და ზრახვები. ეს უნდა იცოდნენ. და რაც გაუკეთეს უკრაინას, უარეს შეგამთხვევით თქვენ, იმიტომ რომ ის კიდე ტერიტორიულად ევროპაში ყველა დიდი სახელმწიფოა, ერთბაშად ვერ მოსპობდნენ და ესე იგი მრავალ მილიონიანი, 10 მილიონიანი. ჩვენ რა ვართ? რამდენი ვართ? აი რომ გეკითხებით საგვარელო. არა, ესიც არ აინტერესებს. თავარია სიამოვნების და შემოსავლების წყარო ამ გადაგვარებულ ახალ ქართველებს არ შეუწყდეს. რა აქაც მოვარდებიან ეკლესიაში. ესენი ხომ აბატის სვეტები არიან, ფეხებს არ ამოიბროვენ სასაფლაოზე. ვაი, უბრალოდ იყავა ჩქეებს და კარგი გზებია და იმადაც გაუარეს ერთ-ერთ მოძღვარს. რომ სამოვიდრე რა, კარგ პასუხს. თქვენ ხომ იცით რომ ჯიბეში სიტყვებს არ ვეძებ. მეტადრე როცა სიმართლე ჩვენს მხარეს არის. და მე თავად ვიყავი იმ ეროვნულ მოძრაობაში და ესენი არიან მართლა დასავლურ მოძრაობაში. ზვიადი და მერაბე იმადროდი იბრძოდნენ, რომ ჩაებარებინათ დასავლეთისთვის ქვეყანა, სამშობლო. რა არის მაგის ერთ-ერთი ნიშანი? როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა დისიდენტური მოძრაობიდან და ხალხის ნებით მოვიდა, ეს მართლაც ხალხის ნებით არჩეული ადამიანი ბუშმა უფროსმა დასავლეთიდან დასავლეთის ყენმა რა შემოთვალა? ადრე ქართველები დარბოდნენ სპარსეთის კარზე, ხვანთკარის კარზე თურქეთში, დღეს დარბიან სტრასბურგში და ვაშინგტონში. უღირსი ადამიანები, არც სიმამაცია, არც ღირსება, არც ვაშკაცობა. ფუი ამათ ქართველობას, მე ვიტყვი. მოკლედ რა შემოთვალა? ზვიაც რა შემოუთვალა და ეროვნულ მოძრაობას? დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ, რატომ ვერ ჩაითრიეს გლობალურ მოძრაობაში. ზვიადმა ბრძნული და მოკლე პასუხი გასცა.
დილებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან. აი, მკვდარი თევზებით არის თბილისის სავსე. ისე თევზით ხსნილი არა, აწინდელი შობის მარკვა, მაგრამ არა ეგეთი თევზით. მოგწამლავს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზვიადის ეროვნულ ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობდნენ, რაც ურთიერთშეთანხმებით მოიმოქმედა კრემლმა და ვაშინგტონმა და დაამხეს ეროვნული მოძრაობა. ერთ-ერთი უკანასკნელი მოხიკანები იყვნენ სწორედ ზვიადი და მერაბი. რა დღეში არიან? შეხედეთ ეს 30 წელიწადი. ჯერ თვითონ რამხელა შეურაცხყოფა იყო, რომ ისეთი ადამიანი მოიყვანოდა დასვა სათავეში, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი. პირადული არაფერი მჭირს. ფაქტებს ვაანალიზებ და ვასკვნი. კაცი, რომელიც როგორც კი პრეზიდენტი გახდა, დააყენეს პრეზიდენტად დასავლეთიდან. რატო პირველივე მიმართვაში ერის მიმართ რა თქვა, ბავშვებს მიმართ, ახალგაზრდებს ბუჩქებში გაიცანით, უგარყვნილესი ადამიანი ტრანსგენდერებთან რაც კი ცხოვრობს ეს უკეთური. მე ფსიქიურად არ არის ნორმალური. ეს იყო ქართველი ერის შეურაცხყოფა. ასეთი ის ხმები დადის, რომ გორელი სომეხია წარმომავლობით. ქართველი არ არის გენეტიკურად. თუ ეს ასე არ არის, ჩაუტარო გენეტიკური გამოკვლევა. იქ უკვე ვერავინ ტყუილის თქმას ვეღარ შეძლებს. ეხლა რა რუსის დათვი არ გინდათ, დასავლეთის მელა მოგწონთ. მე როგორც ქართველი ვიტყვი, არც ერთი მინდა, არც მეორე. როგორც დიდი ილია მართალი ანდერძად გვიტოვებდა, ჩვენ გვინდა თავი თვისად გვეხვდნეს, თავი დაგვანებონ. გამიგეთ საყვარელო, აი როგორი სულისკვეთება და მსოფლმხედველობა უნდა გქონდეთ. შევძლებ თუ არა ეს არის ცთა ბედის მონახევრია ძველი ქართველები ამბობდნენ. ასე რომ მე ფიქრობ, არც ისე წილკნელი გვეყოლებოდა, არც ვახტანგ გორგასალი, არც დავით აღმაშენებელი, არც ილია მართალი. ასე რომ არ ფიქრობდნენ და იბრძოდნენ. იმანდ დგას ჯერ კიდევ საქართველო და კიდევ გვიდგას ქართული სული პირში. აი ეს არის სინამდვილე საყვარელი. არანაირი ეროვნული მოძრაობა პირიქით საკუთარი ხელით აბარებენ სამშობლოს. არც მეტი, არც ოღონდ ერთი პირობაა, დათქმა. უნდა იყვნენ გალაღებულები, კომფორტი, შემოსავლები, კიდე რა ფენა დგას იმათთან. ვიღაცებმა რომ სამსახურებით დაკარგეს, რაღაც პირაცხო წარუმატებლობები განიცადეს. პირველ ფინანსურ-ეკონომიური თვალსაზრისით. აი ესენად გასაოცარი რამეა, ისინი ქართველი როგორც კი გადააყენენ თანამდებობიდან ხდება ოპოზიციონერი. თავის მოქმედებით სინამდვილე ოპოზიციონერები არიან ესენი. ოპოზიციასა საერთო არაფერი არ აქტივად. ავიღოთ ერთი მაგალითი, არის ედუარდ შევარდნაძე. სიგუა როგორც კი გადააყენეს, მეორე დღესვე დაიწყო კრიტიკა არსებული ვითარების მძიმე მდგომარეობა. შევარდნაძეა. უსმინდა და მანაც კი უთხრა. ესე იგი დასაჭერი ყოფილხარო. გუში მოგწდეს პრემიერ-მინისტრობიდან. რატო გაუხდა მტერი ეროვნულ მოძრაობას ქვეყანას და ზვიადს პირადად? იმიტომ რომ გადააყენეს მაშინაც. პატრიოტი უცბად გახდა მტერი ქვეყნისა და პირადად ზვიადისა. აი ესე რო ჩამოთვალო ყოფილი დიპლომატები, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ესენი ახლა ათმინდა მათი გვარების ჩამოთვალო თქვენ რას მოგიტანს, რა შეგძებთ? ყველა ესენი მეორე დღეს თუ იმ დღეს არა ხდებიან ოპოზიციონერები, ეგრეთ წოდებული უნდა დავაყოლოთ. აი ამაშია საქმე. და კიდევ საერთოდ ჭრელი ხალხი დგა რა. და იქამდე მივიდნენ უკვე რომ ნამდვილი სახე აჩვენეს, რომ ესენი არიან ესმით თუ არ ესმით სატანისტები თავის მოქმედებით. ტრობენ და რქენენ ქვეყან არა მარტო ხელისუფლებას. მე რამოდენიმე კვირის წინ ვიქადაგე საგანგებოდ არჩევნების წინ მართებს თუ არა დავემორჩილოთ ხელისუფლებას. და ჩვენი გავწინეთ რომ ჩვენ სააკაშვილის ნეოფაშისტურ ხელისუფლებაზე ვემორჩილებოდით. ყველაფერში ნებისმიერ ხე გარდა ერთისა, როცა აშკარად მოუთხოვენ ღმერთის წინააღმდეგ და ეკლესიის წასვლას, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. რას ისა? ბუშინ ჩრდილოეთიდან ამოდიოდოთ ამგვარ ქართველებს, დღეს დასავლეთიდან ამოსდით. ჩვენ კი აი ველოდებით ქრისტეშობას აღმოსავლეთიდან რომ გამოჩნდა ვარსკვლავი ბეთლემისა,
ქრისტეშობას ველოდებით და ქრისტეს ველოდებით ჩვენ სულში რომ კვლავ ერთხელ იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რადგან მის შობას მერმე მოსდევს ეკლესიურობა და ამას მოსდევს მერე აღდგომა და მარადიული სიხარული. არ მინდოდა გადამეხვია საერთოდ თემაზე, რომ ეს მინდოდა მერე სულ ბოლო ჩამოლოცვის მერე გამეცნო რომ აი აქედანაც ლოგიკურად თუ აზრობს ადამიანი დაასკვნის ვინ არიან იმ ჭრელ ხალხში. ასეთები თუ ისეთები. მოდით მივუბრუნდეთ წმინდა საგანს, ისე წილკნელის ცხოვრებას. ჩვენი ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, ჩვენი წმინდა მამა გრიგოლ ლეოკესარიელი სრულიად უჩვეულო სახით არატრადიციული საკითხზე თქვა აკურთხეს. ამაზე კიდევ უფრო განსაცვიფრებელი მაგალითი მღვდელმთავრად ხელდასმისა. ეს უკვე წმინდა ამონ ალექსანდრიელი ეპისკოპოსია, რომელიც იყო განდეგილი მამა, მეუდაბნოე. და აი ალექსანდრიის კათედრას დაქრივდა იმ ხანად. აღესრულა ეპისკოპოსი. ძალიან შეიკრიბნენ იმ ქვეყნის ეპისკოპოსებს, დიდხანს ჭორდნენ, საერთოდ დასკვნამდე ვერ მიდიოდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო ალექსანდრიის მერე გახდა საპატრიარქო ალექსანდრიისა. ესე იგი ვინ უნდა ყოფილიყო, მნიშვნელოვანი კათედრა იყო და აი ილიოპოლის მიტროპოლის ლოცვის დროს ჰქონდა გამოცხადება და ემცნო ზეგარდამო, სეცით გამო. რომ ამადამ ღრმა უდაბნოში ეგვიპტისა და ეგვიპტე იყო უდაბნოთა სამეფო შეიძლება ითქვას 100,000-ობით იყვნენ ბერმონასტრები იმ ხანად არის ვინმე ამონი და კონკრეტულად მიასწავლა სადუნამისული ბევრი უდაბნო იყო მეთქი შინაგან უდაბნოში და ის უნდა მოიყვანოთ და დაასხა ხელი ესე იგი მართლაც შიგრიკები გაცნო მოძებნა აღმოჩნდა იქ არის შეუთვალა რომ არ უთხრა უგონ გამოცხადება რომ უნდა უთხრა უნდა მოვიდეს და ეპისკოპოსად ებორთხოს ალექსანდრიის კათედრასა ილიოპოლში უარი შეუთვალა კიდევ ერთხელ მიმართეს ამჯერად შემოუთვალა თუ არ დაიშლით ჩემს კურთხევას მდელთავრად სხვირს მოვიჭრი ან თვალს გამოვითხრი ან ყურს მოვიჭრი ან ხელს მოვიჭრი რატო დიდი შულის კანონის მიხედვით თუ ადამიანი დაიმახინჯებს თავის სხეულს იმიტომ რომ შულის კანონშიც არის დათვალილი წვეწერში ეს ქმნილება ღვთისა ღვთის ქმნილება აი ადამიანი რომ გარყვნილებას ეწევა სოდომს გონოს პირუკოლის ამის გამო აგებს პასუხს რომ ღვთის ქმნილებას შეურაცხყოფდა ბილწავდა მე იმიტომ სული წმინდის სავანია მისი სხეული ღანა არიცითო ღვთისდიდებული პავლე კითხულობს რომ ხორცი თქვენი ეს სახლია ღვთის სულისა ანუ სული წმინდისა ხომ შეუთვალა ასეთი რამე და ამიტომ ჟულის კანონით ვინც ამას მოიმოქმედებს აღარ ეკუსურო წმინდა იყოს არ ეკუთვნის მას კურთხევა სასულიერო თუ ეპისკოპოსად დიაკვნატაც არ აკურთხებენ მაგრამ იცით რა შეუთვალა ილიოპოლის მიტროპოლიტმა თვალი ხელი ყური და ფეხი კი არა თავი რომ მოიჭრა მკვდარია თავი რომ მოიჭრა მაინც გაკურთხებო და მერე შეუთვალა რატო რადგან ღმერთმა მიბრძანა და არეგების გარდახვდეთ ღვთის ბრძანებას აი რატო მიუხედავად ამისა ამონი ადგა და იქიდანაც გაიქცა სხვა უდაბნოში დაადევნა ეპისკოპოსმა ილიოპოლის მიტროპოლიტმა რამდენიმე დღე და ღამე ჯორბირი თუ ფეხით ესე იგი მისდევდნენ მას და ვერ ნახეს და აი დაქანცულები მისავათებულები მშივრები უძილოები ნახევრად და ბოლოს დაასკვნეს მინდორში ესე იგი გაუშვეს ჯორბირი საბალახო და დაასკვნეს რომ მდერებმა რომ უკან უნდა დაბრუნდნენ და უთხრან ეპისკოპოსს რომ ვერ ნახეს მიუხედავად რომ გულმოდგინე დეცემბრი და მისდევდნენ და მართლაც დაისვენეს თავადაც მინდორში და როცა გამოიღვიძეს მოძებნეს თავიანთი პირუტყვი ვერ ნახეს ერთი ვირი ვერ ნახეს ერთი და ადგნენ და იმ ვირს დაუწყეს ეხლა ძებნა და ადრე თუ გვიან მიაგნეს ვირს რომელიც ბალახობდა უგონ შორს ასულიყო ძალიან ბალახ როგორც იტყვიან ხოლმე და როცა ვირთან მივიდნენ ნახეს რომ იქ ბალახებში ღრმა თეძინა ამოს იმიტომ მას საერთოდ არ ძინები არც უჭან არც დაუსვენია და გადაქანცული იყო ჩვენ როგორ ვამთხოვენ გათიშული იყო აი ასე მდგომარეობაში ნახეს ამონი და ერთხან საცალეს მე მორიდებით გააღვიძეს და უთხრეს მამაო წავიდეთ ილიოპოლში და მოუთხრეს როგორ იყო ეს ვირმა იპოვა ამაში ნამდვილად ღვთის ხელი დაინახა ამონმა დაბრუნდა ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია და მღვდელმთავარი შორის ამონ ალექსანდრიელი ეხლა ვირზე ზოგიერს გაეცინა ზოგს გაუგვირდა რა აი ბალამ ბოსორელის ვირმა ამხილა თავისი უგუნური პატრონი სუწინასწარმეტყველი როცა ისრაელის წინსვლა უნდა დაეწყებლა ეგვიპტიდან გამოსულისა
ესე იგი ქორმის ფის წვერიდან და ხელები რო განარცხა, ნახეთ რა მოხდა. ხო უნდა დაეწყება, ხელები ჯვარი გამოსახა. ჯერ ქრისტე ჯვარცმულის არ არის, საუკუნეებით ადრე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი ჯვრის ნიშისგან. კი არ დაწყება, დალოცა მათი წინსვლა. და ესე განარისხა, ვინც მოხთამეს და აქამდე ქთამი მისცეს ამ წინასწარმეტყველს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, სულიწმიდა სადაც სულს ნებავს, იქ სულთქავს და იქ მიმოიქცევა. რა არცმენია უჩვეულო მაგალითები, ყველა განეკითხავდა და თურმე სულიწმიდიც ყოფილა სავსე და სასწაულთმოქმედი. ჩვენ ფერაც იზმარს ვნახავდა ლამის ქუჩებში რუპორით ყვირი ვართ ამაზე, აღარ ვამბობ ბრელში. და ამხელა მადლი ჰქონდათ მამებს, ყრებს აღადგენდნენ და ხმას არ იღებდნენ, რომ ისმეს არ შეექო. და პატი მოყარეობაში არ ჩავარდნელი იყო და განდიდების შინი არ გაშენოდა. ასე და ამგვარად ჩვენი წმინდა მამა ისე წილკნელი მისი ნების წინააღმდეგ აგურთხეს ეპისკოპოსად და დაადგინეს წილკნის კათედრაზე. ნუ აი როგორ გითხრათ, არა მარტო მთის სიტყვის ქადაგებით აღავსო ეს ეპარქია და მინდა გითხრათ, რომ მთიულეთით შედიოდა მაშინ და მთიელები განსაკუთრებულად ველური ნაწილი იმდროინდელი ქართველებისა, ბევრი მათგანი ჯერაც არ იყო ქრისტიანი, ადიოდა მთებში, ქადაგებდა ღვთის სიტყვას. როგორც ეხლა ახლოვდება ნიკოლაუს საგვირაუთმოქმედის ხსენება, დღესასწაული ნიკოლაუსივით ანგრევდა კერპებს და აგებდა ტაძრებს. ხრივობლებს შეეწეოდა, გლახაკთ, ამითაც იზიდავდა ბევრს და გარდა ამისა, ამ ყველაფრისა სასწაულებსაც ახდენდა, კეთრობას განსმენდა, ბრმებს თვალის ჩინს აძლევდა, ეშმაკეულთ ესევე განწმედას, რის გამოც ხალხმა იგი განსაკუთრებულად შეიმარა. აი ნახეთ, იმ დროინდელ ქართველებს როგორც ჩანს და საერთოდ ადამიანის ბუნებაში რომ სასწაულს თუ არ ნახავს, ვერ ყიზდება ან არ იწვევს. ერთხელაც იოანეს ედაზნელი ესტუმრა თავის მოწაფეებს წმინდა შიო მღვიმელს და ისე წილკნელს. ამ დროს უკვე ეპისკოპოსია წილკნის, როგორც გითხარი და ესე იგი შესთავაზა რომ რაიმე სასწაული მოეხდინათ ქართველების წინაშე. რადგანო უთხრა წმინდა მოძღვარმა, ისინი კიდევ უფრო განმტკიცდებიან სარწმუნოებში და ეჭვიანები ირწმუნებენ ქრისტეს. და ნიშნად იმისა, რომ თავად ჯერეთ სიწმინდეში იყო იოანე, თავის ესე იგი დიაკონს უბრძანა, მოატანინა ესე იგი ღვინით სავსე ჭიქა, ილოცა, ჯვარი დასახა და ხელი გაუშვა და ჰაერში დადგა ჭიქა, არ ჩამოვარდა. ამით უსიტყვოდ უთხრა, რომ მათი მოძღვარი ჯერეთ თავშეკავებით ცხოვრობს, ანუ წმინდად. შემდეგ შიო მღვიმელს უბრძანა, რომ დროა შვილო კმევისა ვაკმიო აღახსნა ცეცხლი, გავარვალებული ნაკვერჩხლები ხელის გულზე დაიდო, დაასხა საკმეველი, შიო მღვიმის ესე იგი სანახები აგურთხა. და დღემდე უჩვენებენ და დგას იმ ადგილას ერთ-ერთი ბორცვის თავზე დგას ტაძარი. ეს ნაკმევი მიმოეფინარა მონასტრის, ლავრას უფროსობა და ლავრა იყო, საბოლოოდ გაჩერდა იმ თხემზე, სადაც ტაძარია დღეს ამის ნიშნად აგებული, რომ ეს სასწაული მოხდა. მერმე მიმართა ისე წილკნელს, რომელსაც არ სურდა თამდაბლობიდან გამომდინარე, რაიმე მოეხდინა, მაგრამ მეორეს მხრივ მოძღვარს წინ ვერ აღუდგებოდა, ვერ ეურჩებოდა. ამიტომ მან აიღო კვერთხი და უამრავი ხალხი ესწრება ათასობით ქართველი დგას იქ. სხეთიდან და გარშემო სოფლებიდან შეკრებილი იცოდნენ ისთვისაც მოდიოდნენ. ევლარიოს კათალიკოსმა ამცნო იოანეს მიერ ყველა ამათ. აიღო სამდეუთავო კვერთხი ისე ჩავიდა ქსანზე, რატო ჩავიდა, რომ შიო მღვიმე მაღლა დგას. ჩავიდა ქსანზე, ილოცა, ჯვარი დასახა ქსანს, დინარე ქსანს, კვერთხით და უბრძანა, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოყევი ჩემს კვერთხს. შებრუნდა და წავიდა. დინარე მოულოდნელად კალაპოტი შეიცვალა და გახვა. აი აკაც კი დგანა თუ მართლა შეიძლება, როგორ შეიძლება მდინარებს შეიცვალოს? და როგორ ხდება ყოველ წელს უკვე 20 საუკუნეა საყვარელო რომ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ნათლისღებას აკურთხეს მდინარე იორდანეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში აღმამიდის. იცვლის მიმართულება სრულიად საწინააღმდეგო. ესე იგი შესაძლებელია, რადგან შეუძლებელი კაცთა ყოველივე შესაძლებელი არის ღვთისამიერად. იმავე მადლით მან უბრძანა და აიყვანა და
წილკნის აღმართებამდე მიიღო და ტაძართან გაჩერდა და უბრძანა რომ გაეგრძელებინა იქით გზა. როგორც ცოცხალ არსებას არა თავად იოანე ზედაზდელი და დაბს არ უბრძანებდა მორჩილებაში არ ახავდა შიულღმელს ტურა და გასულ კვირას ჩამოვთვალე პავლეთებელს ფრინველი ყვება და ჩვენ გაურჯელ ხსენებულ დავით გარეშელს ესე იგი ღმერთმა უბრძანა და ირემი თავისი შვილით მიდიოდნენ 4 შაბათ ესე იგი ირემაც კი იცის რომ 4 შაბათ პარასკევია ესე იგი მარხვა და მარხვაში ორგიებს და სატანურ რიტუალებს მართავენ ოდესღაც ქრისტიანები და მართლმადიდებლები სირცხვილი მათ სარწმუნოებას ღმერთმა სინანული მოგწეს ყველას ჩვენს და იმათაც მამა აბრამის ბატკანი ცნობილი გამოთქვა არცერთი ჩვენთაგანი არ არის ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად ღმერთმა ყველა სინანული მოგწეს ეგ დროს აღშოთებული ვართ რატომ ხდება რატომ შჭამთ ქართველებს რატომ აგინებთ რატომ ლაწყავთ რატომ უპირისპირდებით იმიტომ რომ ღვთის მიშვება ესეთი აგერ საგვარეულო ხელს განვართხავ მარჯვნივ და ახედეთ ფრესკას ლაზარის ყდრეთით აღდგინება იესო ქრისტეს შემოუთვალეს დებმა მართამ და მარიამმა რომ მისი მეგობარი ლაზარე ავად იყო ანუ მძიმედ იყო თორემ უბრალო ავადყოფის გამო უფალს მოძღვარს არ შეაწუხებდნენ იესო ქრისტემ თითქოს არ მიაქცია ყურადღება გავიდა რამოდენიმე დღე და მოულოდნელა კერძო საუბარში მოციქულებს ეს იყო გენესარეთის უდაბნოში უბნება კაპერნაუმის ტბასთან რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარე მიიძინა საერთოდ როგორ არის ადამიანი რო ავადყოფს თუ ძილი მიეცა მე ესე იგი იმედი ეძლევა ახლობელს რომ გამოჯანმრთელდება იმიტომ რომ ძილი გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ყველაზე ჩინებული და ბუნებრივი საშუალება ყოველგვარი წავლების გარეშე ეხლა აღარ მოუყვები მე რა ხდება ჰიპოფიზი როგორ გამოიყოფა რა მნიშვნელობა რა დანიშნულება და ასე შემდეგ ძილს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ერთი სიტყვით რა კი ვერ გულისმარხვეს მოციქულებმა რადგან თქვეს მაცხოვრის ამ სიტყვებზე რომ თუ კი დაიძინა ესე იგი გამოკეთდება მაშინ მოკლე და პირდაპირ უთხრა მოკვდა ჩემი მეგობარი ლაზარე და უნდა წავიდე მე და განვაღვიძო იგი ვერც ამას ვერ მევდრე ადგნენ და მორჩილებისთვის გაგდნენ მაცხოვარს მათი სოფლის ლაზარეს და მისი დევის სოფლის ბეთანიის საზღვრებთან შეხვდა მაცხოვარ შემოეყარნენ მოტირალი მართა და მარიამ ერთმა მათგანმა რა უთხრა შენ რომ ჩვენთან ყოფილიყავი შენი მეგობარი ლაზარე არ მოკვდებოდა უფალი ასე უნება თავის მოქმედებით თუ თქვენ წამთ რომ ჩემი ყოფნით არ მოკვდებოდა წამდეთ რომ ჩემი არ ყოფნითაც აღდგება მკვდრეთით გაყვა აკლდამაზე და აღადგინა ლაზარე განარა აქედან არ შეეძლო გენესარეთიდან აღედგინა ან არ დაეშვა სიკვდილი იგი ფლობს სიცოცხლესას და სიკვდილსაც ცასაც და ქვეყანასაც ამი და ჰოია იგი მაგრამ ჩვენ ადამიანები სხვა კატეგორიებით ვაზრობთ დროში სივრცეში მიზეზშედეგობრივად ვასკვნით რაღაცებს და სხვა და უფალი იმად მოვიდა ხორჩი რომ აქ ადამიანურ ენაზე აეხსნა ზეციური ჭეშმარიტება და დროდადრო ავლენდა თავის ღვთიურ ბუნებასაც რათა ჩვენთვის ესწავლებინა რომ ის სწავლება რომელიც უფალმა მოიტანა არ იყო ადამიანური სწავლება თუნდაც ყველაზე უწმინდესი წინასწარმეტყველისა იმიტომ რომ ჯერ რაბუნს ეძახდნენ შემდეგ წინასწარმეტყველს და მხოლოდ რჩეულებმა აღიარეს ის მაცხოვრა ბოლო დღეებია მალე შეიპყრობენ უფალს ეუბნება ეწება ჯვარს აღამაღლებენ აი დაეკითხა გზად მიღავალი რა სამბობი ვინ არის იესო ნაზარელი ერთმა უთხრა მოციქულებიდან რომ ამბობენ რომ ეს არის რომელიღაც წინასწარმეტყველი თქვა იერემია ესაია თუ სხვა მეორენი ამბობენ რომ ნათლისმცემელი აღდგამყვრეთი და ის მოგვევინა თქვენ რას ფიქრობთ შეაწყვეტინა მაცხოვარმა პეტრე ბუნებით იყო ფიცხი ტემპერამენტის ადამიანი ემოციური როგორც დღეს ჩვენ ვითხოვდით ყველას დაასრო თუმცა იოანე ოქროპირი განმარტავს და სახარების ამ ადგილს ამბობს ყველას კი დაასრო მაგრამ ყველას შეხედულება გამოხატა ქრისტეზე გარდა იუდას როგორც არასდროს არ სწამდა ქრისტე როგორც ზეღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი როგორც მესია апостоли აბსოლუტური თავდაპირველად თქვენი იუდა მას შეძებდა ისრაელის განმანთავისუფლებას მე ქურდობას მიყო ხელი და საერთოდ შეიძულა უფალი და
გასა 30 ვერცხლი. ამიტომ მის დასასრულით საცუდავი იყო. შიშთვილება, ანუ თავი ჩამოიხრჩა. მოგლეთ შორს გაგვიტაცა სიტყვა და ლავერთხელი. იმიტომ რომ ყველაფერი ეს საგარეების მოძღვრებაც წმინდანის ცხოვრება ისე იქნება თუ რომელიც არ უნდა იყოს მოციქულის, წინასწარმეტყველის, ღირსის, ღმერთშემოცლის, მოწამის ერთია. ერთი მოძღვრების გამოძახილი არის. და ეს მოძღვრება სათავეს იღებს ქრისტესგან. და ამიტომ მოვიდა დედამიწაზე ადამიანურ სიტყვაში გლეცრახებულდა, მაგრამ დროდადრო ავლენდა ღვთაებრივ ბუნებასაც. და მე მეც დასასრულ როცა განწმიდა და აკურთხა მოწაფეები რა უთხრა ბევრდარიგებასთან ერთად. მე რასაც შადოდი და რა შადოდა უფალი. ბრმათა თვალს ახუხებდა, კელობელს ხოჭკრს ანიჭებდა, კეთროვანს გასმენდა, ეშმაკეულს. 4 დღე მკვდარყოფილი ლაზარეც აღადგინა მკვდრეთით. თქვენ ამაზე მეც მოიმოქმედებთ, უთხრა მოწაფეებს. რა შემთხვევაში? თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კი დოგმის მარცვლის ოდენა რწმენა გექნება. იოტის ოდენა მარცვალია, მაგრამ როდესაც დათესავ, ვება სცენარი ამოდის მისგან. რომელზედაც იგავურად ამოსული მოფრინდებიან ფრინველები და საგრილოდელს ეძებენ, ანუ ჭრდილს და ბუდეს იკეთებენ. წმინდანები იგულისხმებიან და ზეციური ძალები. მართლაც თუ დოგმის მარცვლის ოდენა რწმენა გვექნება, ესეც საკმარისია, რომ მთები აღიბრუნ და გადაადგილეთ. და ერთხელ მე ვიყავი სტუდენტი, მაშინ სემინარის იქ ვიყავი. ეს აღწერილია მამა გაბრიელის ცხოვრებაში. პირველი კურსის სტუდენტი სემინარიის და დედაკაცები არიან სარწმუნოებაზე ელაპარაკება და ბევრსაც უაზროდ ყაყანებენ რა სისულელებს ლაპარაკობენ და რომ მამა გაბრიელი უსმენდა, სულელად უსმენდა და თურმე ერთი დედაკაცი ფიქრობს, ეს თუ მართლა ღვთის მოწაფეა და წმინდა მამა, ესე იგი აბა ზედაზეს უბრძანოს და გადაადგილდეს, როგორც წმინდა მამებთან მკითხულობთ. ამ დროს მე ვიდექი, ზოგს უკან ვიდექი. მოუბრუნდა მამა გაბრიელი სწორედ ამ ადამიანს, იდგა 6-7 ადამიანი დედაკაცი და უთხრა ის კი არ არის ძნელი რომ თას უბრძანო და იქით წაიკითხა მისი აზრი და პასუხად მეუგო გადაადგილო აი ეს არის საკვირველი კაცო ნახე როგორ სამოსურ სიმხეში გადაუტანა კაცო როგორ ხდებაო რომ ეძროხაო წვანე ბალახსა ჭანს და რძე თეთრი აქო მერე და ამის მერე პირი დახურეს მიახვედრა რომ სისულელებს ლაპარაკობდნენ და ფიქრობდნენ დაემშვიდობდნენ კურთხევა აიღეს და წავედნენ ამის მოწმება მეც და იქ სხვებიც იყვნენ რა თქმა უნდა სემინარის სტუდენტები. ეხლა რატომ მიგახედეთ საყვარელო ჩვენ მძიმე დროებაზე ვილაპარაკე რა ამის გამოძახილად აღლომის პრესკისკენ. მიაქციეთ საყვარელო ყურადღება რომ იმისთვის რომ უფალმა ადამიანურ სიმწყეში ვამბობთ რომ თავად არაფერი პირობა არ სჭირდება უფალს რომ ამას ასწავლული მოახდინოს. იმისთვის რომ ლაზარე 4 დღე მყარყოფილი რომელიც წერია წვიან წერილს რომ ყროდა აღადგინოს მკვდრეთით რა ყოფილა საჭირო ნახეთ ღვთისმშობელი მარიამერი ხერ გართმული ფეხზე მდგომი ემედრება ზეო ჩემო და ღმერთო ჩემო ლაზარე აღადგინე მკვდრეთით დაჩოქილები არიან ღვთისმშობელი უპირატესია ბევრად მათზე ფეხზე მდგომია გამოხატული მართა და მარიამი მართა და მარიამი სახარებისეულად წმინდა მამათა განმარტებით განასახიერებენ ორდით სათნოებას. სიკეთის სულიერ ხორციელ სახეს მართა, სიკეთის სულიერ სახეს მარიამი. ესე იგი რა? იმისთვის რომ ლაზარე აღდგეს, რა პირობები ყოფილა? მართა მარიამობაა საჭირო. ღვთისმშობლის მეოხება, რომელიც აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი მისი წიუხდომი ვართ. და უკან ზურგს უკან რა თქმა უნდა მოციქულებთან ერთად წავიდა სახარება გვიმოწმებს დგანან მოციქულები ვინ პეტრე წინ იოანე ზევით უკან პავლე კი მაგრამ მამაო ეს ხო ანაქრონიზმია პავლე მაშინ იყო სავლეთ საერთოდ არ იყო მოწაფე დევნელიც კი იყო ქრისტეს მაგრამ აქ განგებულებით არის გამოხატული რატო როგორც მართა და მარიამი სულიერ სათნოებს და ხორციელს გამოხატავენ ასევე სამი მოციქული სამ უმწვერვალე სათნოებას გამოხატავს, საფთისმეტყველო სათნოებას გამოხატავს. პავლე რწმენის მოციქულია, საკოლოთაოდ არის აღიარებული.
პეტრე სასუების ანუ იმედის, ამიტომ ხუზით გამოიხატება, ხოლო პავლე როგორც ჩვენ პეტრე პავლეს ეკლესიის ხატზე გაკეთეთ ამ ძველ ხატს. პავლე მახვილით არის გამოხატული, ღვთის სიტყვა იგულისხმება, ესე იგი შეუდარებელი ხადაგებელი იყო. სოფლიოს უდიდესი ნაწილი ყველაზე ავადმყოფმა მოციქულმა პავლე მოიმოწაფა ქრისტეს წინაშე და პეტრე გამოხატულია ხშირად ხუზით ან გასაღებით. როცა ხუზით არის გამოხატული, გამოხატავს ის არის გამომხატველი სიმბოლურად, ალეგორიულად, ესე იგი სასუების, ანუ ქრისტეს მიერი სასუების იმედის, როდესაც კლიტეთი გამოსახული, ან გასაღებით მაცხოვრის სიტყვებს ვაგონებს, რომ კლიტენის სასუფევლია მიეც, მაგრამ არა კერძოდ და მხოლოდ პეტრეს, ყოველ ეპისკოპოს შულის მიერ აქვს ეს კლიტენი ღვთისაგან მინიჭებული. რა არის? რა იგულისხმება მაშინ? მადლი და ძალაუფლება, ხელმწიფება შეკვრისა და გახსნის, ადამიანის შეკვრის და სოდვათაგან და კრულებისაგან გახსნის. მხოლოდ მათ აქვს. პეტრეს ეულ ეკლესიის ეპისკოპოსებს და თავად პეტრეს რა თქმა უნდა. ხოლო იოანე არის სიყვარულის მოციქული. ესე იგი რა? წმენა, სასუება და სიყვარული. ანუ სხვანაირად ეს არ არის მიწის დღეს და ამერიკულ სიყვარულსაც ეძახიან გარკვეულებას. აი ესე აბიაბრუებენ ადამიანს და ათარყვანებენ, აიგივებენ სიცრუეს და ესე იგი სიმართლეს, სიბნელეს და სინათლეს. აქ იგულისხმება საფრთხო ტრფიალება, როგორც წმინდა მამე განმარტა. მას შესაძლოა რა დასკვნას ვაკეთოთ. თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი ლოცვა გურთხებით. ეს ხატი შეიქმნა ძველი ქართული ხატის ემალური ხატის, ესე იგი ტიხული მინაkrით დამზადებული ხატის ანალოგიით, რომელიც თუ დაუკვირდებით, გამოხატული არის საქართველოს უძველეს რუკაზე. აი, კავკასიის მთები, გერგეტის საბება, კასპიის ზღვა, შავი ზღვა და შუაში საქართველო. ესე იგი, რა აზრით ჩავდეთ ღვთისმსულიერად ამ ფრესკაში? იმისათვის, რომ ღმერთმა ლაზარე საქართველოს, რომელსაც ქებაი და დიდებაში ქართული ენისაი ეწოდება ენაი, რომელიც დამარხული არის უკანასკნელი ჟამისთვის. რომელიც აღდგება უკანასკნელ ჟამს ხრეთით. საქართველოა და ქართული სულია. კერძოდ რა მოხდა? უფალმა განაარხედავდა რა დროება შემოდიოდა საქართველოში. სულ ცოტა 30 წლის წინ, როდესაც ესე იგი ხელი მივაფარეთ დარიალის კარებს და გულიც კი გაუხსენით სამწუხაროდ დასავლეთის გარყვნილებასა და სიბერაგეს, მზაკრობას. მაშინ როცა აი თქვათ ლიონიძეს სიტყვას გავწვეთ, როდესაც ბჭობა იყო გიორგი მე-13-ის სამეფო კარზე უკანასკნელ ერთი ამბობ რომ მე-12 მეფეს არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, რომ ესე იგი ლიონიძე წამოდგა მჭორმეტყველი და მეფეს დაეკითხა. კი, მაგრამ დარიალს კარს რომ სკვითებს რუსები იგულისხმობ, უხურავთ, რომ დაგჭირდეს გავაღებთო და ნახე რა ბრძნულად უპასუხა, რომ ღვთისმოსავი მეფე იყო. ღვთისნებით დაიხურება ეს კარები და ღვთისნებით განიხუნება. ეხლა ჩვენ ძალით ვცდილობთ დავხუროთ კარი რუსეთისა და შემოვიყვანოთ დასავლეთის მელა თავისი სიმზავრით. და შემოვიყვანეთ კიდე ჯერგულებში, მერე ქვეყანაში. ამაზეა ლაპარაკით, რომ ვიზრაში აინტერესებს აფხაზეთს აღიარებენ და სამაჩაბლოს რეალურად რა მივიღეთ, არაფერს არ მივიღეთ, უბრალოდ აქ იგულისხმება იურიდიულად საფუძვლებს ამზადებენ. როცა საქართველოს ხელში ჩაიგდებენ აფხაზეთიან სამაჩაბლო, იმიტომ სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება მათთვის როგორც რუსებისთვის აქ დღეს. ამიტომ შორსავიდა ზოგიერთი მეტყვის პოლიტიკოსი ხომ არ ახარ, რა შუაშია პოლიტიკა. საერთოდ გესმით პოლიტიკა არის ქვეყნის მართვის ხელოვნება. იქნებ ჩვენ უკეთ შევძლოთ მრევლმა, ვიდრე სხვებმა. მაგრამ ჩვენ ეს პრეტენზიები არ აქვს. უფალს არ უბრძანებია. აი რომ დადგება დრო, როცა გოლიგონიერიანი ადამიანი მოვა საქართველოში. მირონცხებული მეფე ის არ არის. და როდესაც რუსეთშიც ესევე გამოჩნდება ალტაის მთებიდან მეფე, რომელიც ისე ნებისყოფის მართლმადიდებელი ადამიანი იქნება და არის ესეთი გადმოცემაც, რომ დედის მხრიდან იქნება ბაგრატიონი. ესე იგი, 2 წელი და 8 თვე იმეფებს. რუსეთში არც ერთი სექტა, არც ერთი ური აღარ იქნება. მართლმადიდებლობა იზეიმებს. აი სწორედ მაშინ და ამ მეფის მიერ დაბრუნდება ჩვენი დაკარგული და მათ შორის რუსეთისგან მიტაცებული მიწები. კარგად დაიმახსოვრეთ. შორს არ იქნება ეს. ეს შეიძლება ჩვენ თაობაში მოხდეს ყველაფერი. რაც ადრე საუკუნეები წლები, აწლები, ეხლა ის თვეებში, დღეებში და კვირებში ხდება ყველაფერი. აღადგენს სამართლიანობას და ამით ეცდება გამოისყიდოს თავისი რომანოვების, წინაპრების სოდვა.
რომ გავიუქმეს სულიად უკანონო და უშლო სამეფოები და გავიუქმეს ეკლესიის ავტოკეფალია. სამეფოს და ავტოკეფალიას ბევრად უძველესი ქონდა რუსეთთან შედარებით და თუ ცოტა თამამად ვილაპარაკებ, წაიკითხეთ ისტორიები. როგორ ჩამოვიდა მაგალითად მე-17 საუკუნეში იერემია კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომ თურქებს ჰქონდათ უკვე დაპყრობილი ეს დიდი ხანია და ფაქტიურად როგორ იყიდა ესე იგი მოსკოვის მიტროპოლიტმა პატრიარქობა. დიდძალის შენაწირი გაატანა რუსმა მეფემ და დიდებულებმა, ამის პასუხად მოვიდა წერილი და ესე იგი ტომოსი ბრძანება, რომ ყოლოდათ პატრიარქი. ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკეთ. ჩვენ რა შეგვეხება? ღვთის მადლმა და დიდმა ვახტანგ გორგასალმა მოგვიპოვა ავტოკეფალია. გიორგი მთაწმინდელი მოიგონეთ, როდესაც ეპაექრებოდა ანტიოქის პატრიარქი და სხვანი ბერძნები, რომ ესე იგი უნდა დამორჩილებოდნენ ანტიოქის საპატრიარქო საქართველოს საკათალიკოსო. გიორგი მთაწმინდელმა უჩვენა, რომ თუ ამაზე მიდგა საქმე და თქვენ ამბობთ, რომ პეტრე მოგაქცია, ესე იგი ამბობთ, რომ პეტრე მოგაქცია, ჩვენ ანდრია მოგვაქცია. პეტრე ანდრიას უმცროსი ძმა იყო, მას შესაძლოა უმცროსი უფროს უნდა ემორჩილებოდეს და ლოგიკურია ეს მსჯელობა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდაო. უბრალოდ ყველა თავი დაგვანებოს რა. სულიერი ძალაუფლების მქონეანია თუ ფიზიკური ძლიერების სუპერ სახელმწიფოები, გალაქტიონის ენით ვეთქვით გენიალური ქართველი პოეტისა. თქვენთვის დაგვითმია ყალბი გვირგვინები. ადამიანური პირველობა თუ ეკლესიაში თუ ერში თქვენი იყოს, ჩვენი დაგვანებეთ. მე ჩემი წინაპრის საფლავის კი მირჩევნია შენს უპირატესობებს. გულახდილად გეტყვით. მას შესაძლოა საყვარელო დასკვნა რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო მოკვდა ლაზარე საქართველო. ლაზარე საქართველო ახლა რა ფაზაა? პობის ფაზაა. აყროლების ფაზაში ვარ ჩვენ, ქართველები და საქართველო. ესე იგი, ლავრენტი ჩერნიკოველი შეიძლება რუსი მამიდან ციტატა. ხას ამბობს წინასწარმეტყველს, რომ თავად ენუქი ელია და მომავალ წელს იოანე მახარებელი თავისი გარდაცვალების დღეს გამოეცხადა, როგორც აღუდგეს ეროქმა და ელიას. ლავრენტი ჩერნიკოვი ცხადში და არა სიზმრად და ამ წელს ბევრი რამ ბოლოს შანსი, მათ შორის რუსეთზე, ევროპაზე, ამერიკაზე და ასე შემდეგ და მათ შორის ივერიაზე. რა არის ნათქვამი? ძალიან ყურადსაღები წინასწარმეტყველება. ხანმოკლე ბრძოლა, არა ხანგრძლივი, ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს სულის დასამკვიდრებლად საქართველოშიც იქნება ღვთისმშობლის სილქვეთ საქართველოში, მაგრამ როგორც ასეთი გამარჯვებას ვერ მიაღწევს. აი ამ პროცესში ვარ, თქვენ ეკლესიურად გაგიმარჯვოთ რა პროცესია და რა ფაზაშია ქართველიერი. ლაზარე საქართველო მოკვდა, ლაზარე საქართველო ყარს, მაგრამ ლაზარე საქართველო ეს იქნება სოფლიო კურიოზი და სასაული. აღსგება მკვდრეთი და გახდება ნეტარი კუნძული მთელს დედამიწაზე. ღვთისმშობლის სილხვედრი ივერიისაკენ დაიძვრებიან რუსეთიდანაც, ევროპიდან, ვისაც კი ადამიანობა და მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტების სიყვარული შერჩა ყველა ესენი. რა თქმა უნდა, ჩემი საუბარი როგორც ღაპრები, როგორც ფანტასტიკა, ესე იგი ეს ფსევდოლიბერალები, ფსევდოდემოკრატები, ვითომ განათლებულები ახლა ამ ამერიკაში წასვლას განათლების მიღება განათლებულობა გონიათ რატომღაც. ყველაზე არსებითი არ იცი, რომ ღმერთი არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი განათლება. აქედან ეძლევა საძირკველი და საფუძველი, ეს არის წყაროსთვალი ყველანაირი განათლებისა. ჭეშმარიტი განათლებას გულისხმობ, არა ეს ფსევდორაღ კვაზი მეცნიერებებს. ბევრი ლაპარაკი შეიძლება კი, მაგრამ აი ამ ფრესკაზე სახელმწიფო როქა დღევანდელი ქართველების. თუ ჩვენ ოდნავ მაინც შევჭა სიყვარული საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ქართული მენტალიტეტის, ჩვენი მეობის, ოჯახის, ტრადიციების, აქ იკითხება ყველაფერი. იმისათვის, რომ უფალმა ღმერთმა აღადგინოს საქართველოს მტრეთი და ქართული სული, საჭიროა ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მეოხება და მის წილხდომილი ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ. საჭიროა მართა და მარიამობა, ანუ სიკეთის სულიერი და ხორციელი საქმეები გავამრავ. საჭიროა სამი საღვთისმეტყველო სათნოება შევიმოსოთ. რწმენა, იმედი და სიყვარული. თუ ჩვენ ამას არა ვიქმთ, აი მე ქართველი გეუბნებით. არასდროს არ გადარჩება საქართველო და ვერ გადარჩება საქართველო. შეიძლება სხვებისთვის სხვა გზა არსებობს, ჩვენთვის ეს გზა დასახა უფალმა ღმერთმა და გამოდგა სხვადასხვა სახის აშკარა თუ იდუმალთ მეცნიერების წინასწარმეტყველებებში.
საქმე ის კი არ არის საყვარელო რა სიტყვი იცოდე როდის ხო და როდესაც ნელ-ნელა დგება დრო როცა ამ ზეციურ საიდუმლოებს ჩვენი გადარჩენის იდუმალებას უნდა ეზიაროს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა ამ საუბრის მოსმენაზე ხითხისი სიცილი კისკისი ყველაფერი ერთად მომაწყდება. შეიძლება ტადარი მოვიდნენ ნეტა მოვიდნენ პატრიარქს ესე იგი უშროების მინისტრმა რო აჩვენა ახალი შემოსავალი მობილური და უარი თქვა არ იღებდა და აიღეთ არის მე რა ვიცი მთელი ცხოვრება იმას ნატრობდი იქნებ მის მილურად და ნეტა მოვარდნენ კარგი ისმეც რაც გაიგებენ ევროდ გეკითხები თქვენ იყო აქ მოვარდნებიც 1-2 იყო ადრე თუმცა დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საფლავში ჩამარხვითაც მემუქრებული მაგალითად გია ჭანტურია ოფიციალურად თქვა ვაგზალზე როცა შეკრება ქონდა ანტიკართული დამხობის წინა დღე იყო ერთ-ერთი სადა ხო არ იცით ქაშვეთის ეზოშია რატო საკითხავია მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაზღვრა ჩვენ დაგრძალებთ ქაშვეთის ეზოში მე დაუშვი რომ ფეკალური მასები ჩასული იყო მე საფლავში და ამით გითხარით ვინ არის ქართული სულის წინაშე დანარჩენებზე ერთ-ერთი მათგანია თორე ასეთები სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტნი არიან დღეს ვიდრე იყო ჭანტურიას დროს ღმერთმა შეიწყალოს ეს ადამიანი ოდესღაც მორწმუნე ერქვა მახსოვს აი სახარებას ვასწავლი კვირაში ორჯერ განმარტებს გარდაცინვალოსებისა და სხვა და მრავალი მოდიოდა აქ მათ შორის მეუფე ნიკოლოზი რო ეს დადიოდა ადრე აქ ვიდრე აკურთხებდნენ და რო შემოვიდა ესე ჭანტურია და ერიდან ვისწავლდი უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი და მედიტურად გადმოხედა ბრევს მოდელს და ეს ირონიულად ხარ ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გაქვთ გავლილი გვაქვს შენასწავლე ესე დამცინა რა თავის შკოლაში და ამათაც დაცინა მე რაში გარკვეულ საყვარელო მაგას გასწავლი და სახარება რომ ქვეყანა აოხრე ხალხს დაუპირისპირდი ეროვნული ხელისუფლება დაამხე რომელზეც არათუ მხოლოდ ეროვნულზე ღვთივდიდებული პავლე მწვერვალი მოციქულებს ასწავლის არ არის ხელისუფლება რა ღვთის არა ვინ წინ აღუდგება ხელისუფლებას წინ აღუდგება ღმერთს თურმეობით არ არის ნათქვამი კატეგორიულად ამბობს მოციქული მაგაში გამოიყენე სახარების სიბრძნე და სიყვარული რომელსაც ის ქადაგებს ამიტომ ვისაც მეტი მიეცა მას მეტიც მოეკითხება ზოგი რო აქ თავს იგებს რომ განათლებულია დაერქვეს ღვთისმეტყველები რაღაც ფაკულტეტები აქვს დამთავრებული ნუ უბრალოდ გაგეცინება უბოროდოთ რა ამ ხალხს საკუთარ თავს და ყველა ესენი ფსევდო ლიბერალები არიან და ყველა შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან მათ შორის საპატრიარქოს წინააღმდეგაც ოფიციალურად ხმამაღლა ეს დაუკვირდით ამას მაგას სასულიერო აკადემია და სემინარი აქვს დამთავრებული ასეთებს მე ყველას ვეტყვი მე ღვთისმეტყველი ვიცი იოანე ღვთისმეტყველი გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი დიდი ათანასე დიდი გრიგოლ ნოსელი და ახლა ბევრი არიან მამები გრიგოლ პალამა ესენი რა ღვთისმეტყველები არიან ერთი ამ გაუნათლებელად დელს გამაგებინეთ ხომ არ იცი და ერთმა მათგანმა თავი მართლა ხო მე დიპლომი მაქვსო გავაგზავნე დიპლომებს ახლა ანეკდოტებში უნდა გადავიდე რა აგერ დიპლომები რომ მოიტანეს მართლა რაში ჭირდება რა ეხლა გადაყარეს დიპლომი რაში არიან როგორც ჭანტურიამ სახარების სიბრძნე ვერ გამოიყენა ისე ამ დიპლომს ვერ იყენებენ ქვეყნის საკეთილდღეო თვალო ესენი არიან გაბრაზებული ხალხი გაბროტებული ბერკანტილური დაბალი რაღაც სურვილებიდან გამომდინარე რაღაცების წარმატებლობებიდან და ასე შემდეგ როგორც გითხარით მეორე დღეს ხედავთ ოპოზიციონერები ერთხმად ყველაზე მეტი რაც შეიძლება მეუსურვა როგორც ქართველმა და ბევრ ქართველებს ახალ ქართველებს ეს არის სინანული დაუბრუნდით მამა პაპის სარწმუნოებას დაუბრუნდით ქართულ სულისკვეთებას შეიყვარეთ საქართველოს მრავალჭირნახული სინანულზე უკეთეს ასეთებს ვერაფერს ვერ უსურვებ გულახდილად ვამბობ განარა აი დღესასწაულოდ ისე წიგნელის ხსენებას თქვენ როგორ ფიქრობთ 21 საუკუნეში რომ ამ სულის ადამიანი ყოფილიყო სად იდგებოდა აი რომ გეკითხები შენთვის ყოველად წარმოუდგენელია და დაუჯერებელია რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ჩაყდებოდეს და ერთ ფეხზე ხტუნაობას ამჯობინებს და მუხლებზე დავარდნასა და ლოკვას გარკვეული ადგილებისა რასაც ესენი აკეთებენ არც თქვენი ევროპა მინდა
არცვენი რუსეთი ღმერთს თხოვ და ღვთისმშობელ მარიამს დაგვიბრუნოს ჩვენი ქართული თვითმყოფადობა. ჩვენი წინაპრები არა მარტო მეფენი იბრძოდნენ. ჩვენ ბრძოლა აი როგორ გახდა დღევანდელი ქართველი. ესე იგი აი წყალწადებულებით რა ვინ რას აჭრევს, რას ასმევს, ხელისუფლება ადრე იყო ამან გააზარმაცა. პატრიარქს აი ჰუმანიტარულზე ესე კითხვა დაუწყო პატრიარქს ერთ-ერთი იაპონელი მეცნიერი იყო და ის ბრძნული პასუხი გასცა პატრიარქს. თქვენო თევზი კი არ უნდა დაურიგო თუ ამ გაჭირვებულ ხალხს. თევზის დაჭერა უნდა ასწავლოთ. თევზის დაჭერა ეზარება ამ ხალხს. რა კარგია, გავლენის აგენტია. მოდის ისე ხონჩით ტრანშები ფულის და ხორციელის სიამოვნები, რისთვისაც ეს ფული შირდება. ეხლა ეგ თევზაობას დაიწყებს, ემან ნებსკავი თიქში არ გამოედოს და არ ეთკინოს. ეხლა ბინზურ ჭიაყელას გაუკეთებს ნებსკავს, არა რა თქმა, ანუ იშრომებს, დაიღლება, ოფს დაღვრის, ცრემლს დაღვრის და სისხლს ზოგიერთ შემთხვევაში როგორც სხვები აკეთებენ. აი ესეთი სამყარო რეალობა, მაგრამ ღმერთისგან არის დაშვებული და ჩვენი უძლური ხელით ამას ვერ შემაჩნია. ლაზარე მოკვდა, ლაზარე ყარს, მაგრამ ლაზარე აღსდგა მკვდრეთით. რბათუნა წამდეს. ჩვენ ქართულ სულს ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩაგლაშია. ესენი ლაპარაკობენ რომ როგორ ახლა თქვენ არ ცდებით და მილიარდობით ხალხია, მილიონობით ასე ფიქრობენ ახალ სოფლიო თქვა წესრიგზე, თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ. უფალმა მითხრა, ჩემო უფალმა, შენგან განსხვავებით. სადაც თუნდაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, აი ჩვენი სახელით შევიკრიბეთ 2 და 3, მე შორის მაცა ვარ. ეს ჩემთვის ყველაფერი. ფიქრობ თქვენთვისაც. ჩვენ შორის არის უფალი. ჩვენთან არის ღმერთი. არც იყოს. ეს თქვენი პრივილეგიები, უპირატესობები. სუსხიანი თუ დასავლური თქვენი იყოს, არ გეცილებით. სურვილი არ აქვს ამის. მაგრამ მამულს არავის დაუთმოთ. თუ საჭირო გახდა ეპისკოპოს ვახსენებთ წმინდა მამას ისეს. მაგრამ ჩვენი ეპისკოპოსები ერთ ხელში ჯვარი ეჭირა, პირდაპირ მეორე ხელში მახვილი და იცავდნენ საქართველოს რწმენასაც და მამულსაც. თვითონ მართლმადიდებლობას ჩვენი წინაპრები ნახეთ როგორ უწოდებდნენ. მამული სარწმუნოება. უდიდესი სიყვარულია ამ ორ სიტყვაში გამოხატული. მამული ხომ არის ეს ჩვენი საქართველო, მაგრამ არის კიდევ მამული სარწმუნოება. ამ ორი მამულისთვის იბრძოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები ყოველთვის. აი ახლა მე თქვენთან ერთად მინდა ვინმე 2 და 3 ვარ შეკრებილი ამ პატარა გარეუბნის ეკლესიაში. მაგრამ უფალმა მითხრა, სადაც 2 და 3 კიდევ ერთხელ შეიკრიბებით ჩემი საქმე, თქვენ შორის მინდა თქვენთან ერთად ამ 2-3 მორწმუნე შევსხოვოთ უფალ ღმერთს, ღვთისმშობელ მარიამს, ჩვენს წმინდა მამას დღესხსენებულს ისე წილკნებს, დაამშვიდოს, როგორც პატრიარქი ამბობს, დააწყნაროს საქართველო. ახალი ქართველები სინანულში მოიყვანოს. იყო ბევრი წმინდანი ერთ დროს იყო დიდი ცოდვილი. უამრავი, თუნდაც იგივე პავლე რაღაცებს წავიდა, დევნელი იყო ქრისტიანი. შეიქმნა მადლით ისეთი, რომელზეც ოქრო პირი ამბობს, რომ ასეთი როგორც პავლე მოციქულია, არასდროს არ ყოფილა სისხლში და აღარ იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნება. ვინ უნდა იყოს ასეთი? მადლს ეს ძალს უცოდვილესი უწმინდეს ადამიანად აცივს. მეორეს გაკვირთ ვახსენებ, ყველაზე უფრო ავადმყოფი იყო მოციქულები და დედამისის ყველაზე მეტი ნაწილი მოაქცია. განა სასაული არ არის? ავაზაკი გულამოსყრილი მქადაგებელი გახდა უპირველესი მქადაგებელ მოციქულთა შორის და უავადმყოფესი ამდენი ქვეყნისა და ერის მკურნალი შეიქმნა და მითეინდელა დღემდე 21 საუკუნეში კურნავს. მისი ღვთივდიდებული მეორე სახარება წოდებული ეპისტოლეებიც თავად პავლეს პიროვნებაც როცა კითხულობ მის ცხოვრებაზე. პავლე იყო თავგადადებული ქრისტესთვის. აი ნახეთ როგორ ამბობს, აბა ჩაუყურდით ამ სიტყვას. უკვე მე კი არ ცოცხლობ, მე კი არ ცხოვრობ, არამედ ქრისტე ჩემში. ქრისტე ჩემში, მე ქრისტეში. აი ეს ღვთაებრივი შეერთმანეთი ყველა ქრისტიანში უნდა მოხდეს. რაითა ერთობით, არათუ მხოლოდ ქვეყანასაზე და არამედ მარადიულ ღვთიურ სასუფეველში ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმინდასა აზდაუგუნისამდე. ამენ.